დავიწყოთ გაგრით, სადაც +6 გრადუსი ანავარაუდები და წვიმს. წვიმს სოხუმშიც 4 გრადუსი ტემპერატურის თანხლებით. ზუგდიდში თოვს, თოვლი 4 გრადუსი ტემპერატურა, მესტიაში რა თქმა უნდა თოვს -1 გრადუსი. ფოთში წვიმს 5 გრადუსს გვპირდებიან სინოპტიკოსები. ბათუმშიც წვიმა 5 გრადუსი ასევე. ოზურგეთშიც წვიმს 5 გრადუსი ტემპერატურა და ქუთაისში თოვს 3 გრადუსი ამბობენ სინოპტიკოსები. ამბროლაურს რაც შეეხება, აქაც თოვს და 4 გრადუსი ტემპერატურა. 2 გრადუსი დაფიქსირდება ახალციხეში და ასევე თოვლი, ბორჯომშიც თოვს -2 გრადუსი ტემპერატურის თანხლებით. გადავინაცვლეთ ბაკურიანში, სადაც ბუნებრივია რომ თოვს -3 გრადუსი, გორში 3 გრადუსი და ასევე თოვს. ცხინვალშიც თოვს 2 გრადუსი ტემპერატურის თანხლებით. რაც შეეხება სტეფანწმინდას, აქ -2 გრადუსი და თოვლიანი იქნება დღე. გუდაურში -6 გრადუსი და აქაც თოვლიან ავარაუდები. თელავში 5 გრადუსი და წვიმიანი ამინდი გელოდებათ. რუსთავში 6 გრადუსი და მზეც გამოანათებს და თბილისში ჯერჯერობით წვიმს მხოლოდ 5 გრადუსი ტემპერატურა. დილით პრინციპში არ წვიმდა, მაგრამ ხვალ ზეგ თოვს ველოდებით, როგორც დაგვირდნენ სინოპტიკოსები, ხო, გარემოს ეროვნული სააგენტოდან ჩვენ არაერთი ჩართვა გვქონდა კვირის განმავლობაში.